პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო, ისრაელი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისრაელთან თანამშრომლობას მთელ რიგ საკითხებში, როგორიც არის ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების და სხვა საკითხები. დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ნეთანიაჰუსთან, ასევე ისრაელის პრეზიდენტთან. იყო ძალიან საინტერესო იდეების გაცვლა, საინტერესო შემოთავაზებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და პირველ რიგში ესახება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ვინაიდან არსებობს უზარმაზარი პოტენციალი საქართველოს ისრაელის შორის, რომელიც არის აუთვისებელი და ამის გამოყენება ჩვენ შეგვეძლება ძალიან ეფექტურად. და სწორედ ამ კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე იყო საუბარი. მე გუშინ მქონდა შეხვედრა მნიშვნელოვან ებრაელ ინვესტორებთან, რომლებიც არიან ცნობილი ბიზნესმენები მსოფლიოში. მე მათგან მივიღე მრავალი წინადადება და ისინი ჩამოვლენ საქართველოში მარტის პირველ ნახევარში. დღესაც მაქვს, დღეს მე გავმართავ შეხვედრას, მორიგ შეხვედრას ინვესტორებთან, ძალიან გავლენიან და ცნობილი ინვესტორებთან, ებრაული წარმოშობის, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან საქართველოში ჩამოსვლით და ინვესტიციების განხორციელებით. ბატონი პრემიერისგან მე მივიღე, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუსგან მე მივიღე სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა იმის თაობაზე, რომ ის პირადად გაუწევს რეკომენდაციებს ებრაელ ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და მოახდინონ ინვესტირება. ეს უნდა იყოს რაც თავარია ამ წელს და წლის პირველ ნახევარში. ჩვენ დღეს მოვაწერეთ ასევე გავაფორმეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ეკონომიკური კომისიის შექმნის თაობაზე. ეს არის ამის შემდგომი ეტაპი იქნება უკვე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის პირველი ეტაპი და ეს არის მართლაც პირველი ისტორიული შემთხვევა, როდესაც პირველად გაიმართა ეკონომიკური კომისიის საბჭოს შექმნის, კომისიის შექმნის თაობაზე სხდომა. ასევე მინდა შევეხო სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც გვაკავშირებს საქართველოს და ისრაელს. მე ვთქვი, რომ გარდა ეკონომიკური ჩვენ სხვა სფეროებში გვაქვს მთელი რიგი თანამშრომლობის გეგმები დასახული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ეს წელი. იცით, რომ გასულ წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიზნე ივანიშვილის დიდი, ასე ვთქვათ, წვრილი შეტანით მოხდა ის, რომ ისრაელის მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ისრაელ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე. ეს იყო მართლაც ბატონი ბიზნეს დამსახურება და ეს იყო გამოცხადებული ნდობა ახალი მთავრობისადმი ისრაელის მთავრობის მხრიდან. ასე რომ ჯამში ძალიან პოზიტიური, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვაქვს. დიდი მადლობა.